ნატა, აბა რა ხდება? დილამშვიდობის კიდევ ერთხელ. ლიკა, მე მართლაც ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში ვარ, როგორც უკვე დაგპირდით. დღეს თქვენ ჩვენთან ერთად გაეცნობით სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონს. ეს გახლავთ ვინმე ზოსიმეს მიერ გადაწერილი, რომელშიც თავად სულხან საბას შესწორებებიც კი არის შეტანილი. ახლა ჩემთან ერთად იმყოფება ხელნაწერთა ეროვნული ცენტრის დირექტორი ბატონი ბუბა კუდავა. დილამშვიდობის ბატონო ბუბა. ეს არის უპრეცედენტო შემთხვევა საქართველოში. იდეა საიდან წამოვიდა, რომ ყოველ ოთხშაბათს ერთი კვირის მანძილზე გამოიფინოს ეს წიგნები? იდეა წამოვიდა იქიდან, რომ ჩვენთან დაცულია ათასობით ძალიან საინტერესო ხელნაწერი. შეიძლება ითქვას, რომ ყოველი მათგანი არის განსაკუთრებული. ზოგი განსაკუთრებული თავისი შინაარსით, თავისი მხატვრული გაფორმებით, საინტერესო მინაწერებით, ზოგი საინტერესო იმით, რომ უკავშირდება ძალიან ცნობილ ადამიანს, იყო მისი ნაქონი, აქვს მისი ავტოგრაფები დაცული და ასე შემდეგ. ჩვენ გვაქვს სამწუხაროდ შეზღუდული საგამოფენო სივრცე, ერთადერთი დარბაზი გვაქვს, სადაც ცხადია შეზღუდულია რაოდენობა გამოსაფენი ხელნაწერებისა, არადა ძალიან ბევრი ხელნაწერი რჩება წლების განმავლობაში, 10 წლების განმავლობაში, რომ სპეციალისტი და ვიწრო წრის გარდა ფართო დამთვალიერებას არ აქვს ამის საშუალება. ამიტომ გადავწყვიტეთ, რომ კვირაში ერთხელ ერთი ექსპონატი გამოვფინოთ, ასეთ შემთხვევაში ყურადღება კონცენტრირებულია და უფრო მეტის შეცნობა შეუძლია დაინტერესებულ პირს. შეიძლება ესა თუ ის ხელნაწერი სხვა გამოფენაზეც ხდება, მაგრამ იქ მაინც ყურადღება გადანაწილებულია ბევრ ექსპონატზე. გარდა ამისა, ხელნაწერი გამოსაფენად ცოტა რთული ექსპონატია, ვთქვათ, განსხვავებით რომელიმე არქეოლოგიური ნივთისაგან ან ფერწერული ნამუშევრისაგან, სადაც სრულად აღქმა შეგიძლია, ხელნაწერი სრულად აღქმა არ შეგიძლია, იმიტომ რომ გადაშლილი მაქსიმუმ 2 გვერდი შეგიძლია. თუმცა მე რამდენადაც ვიცი, თქვენ გეყოლებათ გიდები, ვთქვათ, ვინც სულ სტუმარს აუხსნის და შესაძლებლობაც კი ექნებათ რამდენიმე გვერდს გადახედოთ. რა თქმა უნდა, და სწორედ აი ამ პროექტის ერთი კიდევ უპირატესობა ის არის, რომ განსხვავებით სხვა საგამოფენო პროექტებისაგან შესაძლებელი იქნება ადგილზე ჩვენი სპეციალისტის მიერ გადაფურცვლა და სხვადასხვა გვერდების დათვალიერება. და ბოლოს ამას მე რამდენადაც ვიცი, ექნება საგანმანათლებლო ფუნქციაც, სკოლის მოსწავლეებს შეეძლებათ მოსვლა და ამის დათვალიერება. რა თქმა უნდა, ძალიან დიდი პრობლემა არის, რომ ჩვენთან დაცული საგანძური ხშირად ვერ აღწევს ხოლმე, ვთქვათ, დაინტერესებულ ადამიანებამდე, ხშირად სკოლის მოსწავლეებმა არც კი იციან, რომ რასაც ისინი სწავლობენ ქართულ ენასა და ლიტერატურაში, რასაც გადიან, ამ ყველაფერმა მოაღწია ძალიან მნიშვნელოვანი ხელნაწერების წყალობით, რომელთა დიდი ნაწილი ჩვენთან არის დაცული და მათ ექნებათ შესაძლებლობა უშუალოდ ნახონ ხელნაწერები, უშუალოდ ნახონ დავით გურამიშვილის ხელნაწერი, სულხან საბას ხელნაწერი, ილია ჭავჭავაძის, ნიკოლოზ ბარათაშვილის. მე მაგალითად პირადად პირველად ხელნაწერი რომ ნახე, ვიყავი სტუდენტი. ბავშვობაში ამის შესაძლებლობა არ მქონდა, ვფიქრობ, აი ეს მიმართულება გამოსასწორებელი. ძალიან დიდი მადლობა. არ გადართოთ, შემდეგ ჩართვაში თქვენ სულხან საბა ორბელიანის ლექსიკონიდან ჩვენ ამოგიკითხავთ რამდენიმე სიტყვის განმარტებას, ასე რომ დაგველოდეთ, მომავალ ჩართვაში დავბრუნდებით. გელოდებით ნატა დროებით.